მასწავლებელი, მკერავი, მხატვარი, ამ შემთხვევაში ჩვენთვის მიმღეობა კი არ გახლავთ, არამედ გახლავთ უკვე არსებითი სახელი. მხატვარი ხატავს სურათს. მხატვარი აქ არსებითი სახელია, ხომ ასეა რა? ძალიან ვიწრო ნაწილი ადამიანებისა, სპეციალისტებზე მაქვს საუბარი მე, თუ მოიაზრებენ მას მიმღეობით ფორმად. თორე თავისი ფუნქციით დღეს იგი უკვე არსებითი სახელი გახლავთ. აი ეს რაც შეეხებოდა მოქმედებითი გვარის მიმღეობას. ძირითადად მას მოქმედებითი გვარი უკვე გაარსებითებულია ისეთ შემთხვევებში, როდესაც იგი მიგვითითებს პროფესიაზე. საერთოდ კი მინდა გითხრათ, რომ მოქმედებითი გვარის მიმღეობები წინადადებაში ძალიან ხშირად გვხდება და ისინი ადვილად იქცევიან ხოლმე არსებით სახელად. უფრო ხშირად ადვილად იქცევიან არსებით სახელად, ვიდრე ზედსართავ სახელად ხოლმე. მაგალითად, ახლა ვნებითი გვარის მიმღეობაზე გადავალთ და იქაც ვნახავთ რამდენი ასეთი შემთხვევა გვექნება. რაც შეეხება ვნებითი გვარის მიმღეობას, მისი განმარტება შანიძის მიხედვით ასეთნაირია, რომ ვნებითი გვარის მიმღეობა ვნებითი გვარის ნის სუბიექტური პირის მოქმედებას წარმოგვიდგენს უღლების კატეგორიათაგან განყენებულად. თუ მოქმედებითი გვარის მიმღეობა მოქმედებითი გვარის ნის სუბიექტის მოქმედებას წარმოგვიდგენდა უღლების კატეგორიათაგან განყენებულად, ვნებითი გვარის მიმღეობა ვნებითი გვარის სუბიექტის მოქმედებას წარმოგვიდგენს უღლების კატეგორიათაგან განყენებულად. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ვნებითი გვარის მიმღეობა ისეთი ნაზმნარი სახელია, რომელიც საგნის ნიშან-თვისებას გამოხატავს და წინადადებაში ისე გახლავთ გამოყენებული, როგორც ზედსართავის სახელი. მიმღეობის ფორმები აქვს ძირითადად დინამიკური ვნებითი გვარის ფორმებს. ფორმათა წარმოების თვალსაზრისით, ვნებითი გვარის მიმღეობა საკმაოდ მრავალფეროვანია. იგი შეიძლება იყოს წართქმითი და უკუთქმითი, მაგალითად შეადარეთ დაჭრილი და დაუჭრელი. ერთ შემთხვევაში დაჭრილი გახლავთ წართქმითი ფორმა, დაუჭრელი გახლავთ უკუთქმითი ფორმა, გაკეთებული და გაუკეთებელი. შემდეგ დროის გაგება გააჩნია მხოლოდ წარსული დროის მიმღეობა, ესა ვნებითი გვარის დროის გაგება კი გააჩნია მხოლოდ წართქმითი ფორმის მიმღეობას და მასაც აქვს მხოლოდ დროის ორი ფორმა, წარსული და მომავალი. მიაქციეთ ყურადღება, რომ დროის კატეგორიაზე ვლაპარაკობთ ჩვენ მხოლოდ ვნებითი გვარის მიმღეობასთან მიმართებით. რაც შეეხება მოქმედებითი გვარის მიმღეობას, დროის გაგება მას საერთოდ არ გააჩნია. მაგალითად, შეადარეთ ერთმანეთს ფორმები გაკეთებული, ის რაც უკვე გაკეთდა და გასაკეთებელი, ის რაც სამომავლოდ უნდა გაკეთდეს. რადგანაც იგი საკმაოდ მრავალფეროვანი გახლავთ, ანუ აქ გვაქვს ჩვენ წართქმითი და უკუთქმითი ფორმები, აქ ჩვენ გვაქვს წარსული და მომავალი დროის წარმოება, ბუნებრივია, რომ მაწარმოებელი სუფიქსების თვალსაზრისითაც ვნებითი გვარის მიმღეობა საკმაოდ მრავალფეროვანია. მაგალითად, დაწერილი, აქ სუფიქსი ილ გახლავთ ვნებითი გვარის მიმღეობის მაწარმოებელი წარსული დროისა. გაკეთებული, აქაც ულ სუფიქსი გახლავთ ვნებითი გვარის მიმღეობის მაწარმოებელი წარსული დროისა. ნაკეთები, ხედავთ, აქაც ვნებითი გვარის მიმღეობასთან გვაქვს საქმე წარსული დროის მიმღეობასთან და მაწარმოებელი გახლავთ თავსართი ნა. ან კიდევ თავსართი მ და ბოლოსართი არ დისიმილაციით ალ, ჭკნარი, დამჭკნარი, ქრალი, გამქრალი. რაც შეეხება მომავალი დროის მიმღეობას, აქაც საკმაოდ მრავალფეროვანი სურათი გვაქვს. აქ მიმღეობის მაწარმოებლები გახლავთ თავსართი სა, სახნავი, თავსართ ბოლოსართი საელ, საკეთებელი. ერთ სიტყვით წარმოების თვალსაზრისით, ისევე როგორც შინაარსის თვალსაზრისით, ვნებითი გვარის მიმღეობა საკმაოდ მრავალფეროვანია და კიდევ ერთხელ გაუსვამ ხაზს, რომ მიმღეობა და ვნებითი გვარის მიმღეობა ძირითადად წინადადებაში ზედსართავის სახელის ფუნქციით არის გამოყენებული, თუმცა ზოგ შემთხვევაში იგი უკვე გაარსებითებული გახლავთ. მაგალითად, დაჭრილი წყალს ითხოვდა. დაჭრილი ამ შემთხვევაში გახლავთ წარსული დროის ვნებითი გვარის მიმღეობა, მაწარმოებელი გახლავთ ილ სუფიქსი, თუმცა წინადადებაში იგი გამოყენებული გახლავთ როგორც არსებითი სახელი.
ნებითი გვარის მიმღების ფორმა ეწარმოება საშუალო გვარის ფორმებსაც. საშუალო გვარის ზმნათა მიმღების ფორმებში ქართულში ნაკლები შემუშავებულია, ვიდრე მოქმედებითისა და ნებითისა. იგი ყველა ზმნას არ მოეწყვება. ძირითადად იგი მოეპოვა საშუალო გვარის ზმნებს ხოლმე და მაწარმოებელი მისი გახლავთ თავსართი մ, მაგალითად მბჟუტავი, მცურავი, მგორავი, ხოხავი, თავსართი მ, ბოლოსართი ე, მაგალითად ხუხარე, მდგომარე, თავსართი м, ბოლოსართი არ, დისიმილაციით ალ, მაგალითად მძინარი ან მძინარე, არა? და როგორც ვარაუდობენ, მოწაფეც ძირითადად აი მიმღების ფორმა გახლავთ. მისთვის ამოსავალია წაფძირი, რომელისგანაც წარმოიქმნაო მიმღების ეს ფორმა. საერთოდ მიმღება საწყისი საკმაოდ საინტერესო საკითხია, მე ვიტყოდი ქართული ენის გრამატიკისა და საინტერესო გახლავთ იგი სწავლების თვალსაზრისითაც, რადგანაც მოსწავლეთა მეტყველების განვითარების საკმაოდ დიდ მასალას იძლეოდა სკოლაში და ამ მიმართებით სავარჯიშოებიც მრავლად იყო ხოლმე წარმოდგენილი.